ვერ და არ ვასრულებ საუბარს ბიზინა ივანიშვილის მზაკვრობებზე. რასაკვირველია იოლია იმის დამტკიცება ან იმ თეორიის განვითარება, რომ ყველაფერს, რასაც აკეთებს ბიზინა ივანიშვილი, რასაც სჭადის ბიზინა ივანიშვილი, ყველაფერს მას აკეთებინებს რუსეთი. რუსეთი ზოგადად, მოსკოვი კონკრეტულად, ლუბიანკა უფრო კონკრეტულად, კრემლი უფრო კონკრეტულად, კონკრეტული პირების გამოკვეთაც შეიძლება ვივარაუდოთ, ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია ვინ ემუშავება ბიზინა ივანიშვილს მოსკოვიდან, კრემლიდან, ლუბიანკიდან, ვისი მონა და მორჩილია. მაგრამ ამ თეორიას ფერის ნებართვით არ გავყვები ამ თეორიას მიზეზთა და მიზეზთა გამო. არ გავყვები იმიტომ, რომ ამის დამტკიცება კი იოლია, მაგრამ აი გამოჩნდებიან უთუოდ პირები, რომლებიც მოითხოვენ დოკუმენტს და გვაჩვენენ, რომ ბიზინა ივანიშვილი რუსეთთან შეკრულია კვლავ ვიტყვი. ეს არის მაინც საფუძვლიანი ვერსიები და არა ფაქტები. ამ ფაქტების მოძიება, რომ რუსეთთან შეკრულია, ლუბიანკასთან შეკრულია ბიზინა ივანიშვილი, ჩვენ არა თუ დღეს, არამედ შესაძლოა ხვალაც კი გაგვიჭირდეს, ვინმე არ გაიხსნება არქივები, ან ვინმე ვინმე ავტორიტეტული პირი არ იქნება გამოკითხული და მას არ მოუწევს იმის აღიარება, რომ რომელიღაც ეტაპზე 90-იანებში თუ 2000-იანებში თუ 2010-იანებში შეიკრეს ბიზინა ივანიშვილი. მოიხელთეს, კომპრომატები დაუდეს, მისი პოლიტიკა, მათი პოლიტიკა განახორციელეს. ამიტომ მე თქვენის ნებართვით ამ თეორიას არ გავყვები მოცემულ ეტაპზე. ბევრი გვისაუბრია და ბევრჯერ ვისაუბრებთ კიდეც, რასაკვირველია, მაგრამ აი ამ ვიდეო ბლოგში სიტყვასაც არ დავძრავ ამ მიმართულებით. ვიტყვი, რომ ჩავთვალოთ, რომ ბიზინა ივანიშვილის ავტონომიური, ექსკლუზიური და ავტონომიური გადაწყვეტილებაა ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება ყველა მიმართულებით. აი სფერო, მიმართულება, თემა, საკითხი არ არის, რომელშიც ბიზინა ივანიშვილი სულ თქვა, არ ესმოდეთ კონკრეტულ პირებს, არ გრძნობდნენ კონკრეტული პირები. სულ თქვა, მაინც გრძნობთ. ზურგს უკან პირდაპირ თუ ირიბად, ბიზინა ივანიშვილი დგას, როგორც აჩრდილი და აკეთებინებს ადამიანებს იმას, რასაც ეს ადამიანები სჭადიან, აკეთებენ და ბიზინა ივანიშვილი ვინც ის და იტყვის, რომ ეს არის, სწორედ ეს არის გასაოცარი დემოკრატიაო. მაგრამ ეს გასაოცარი დემოკრატია კი არა, ეს ქვეყნისათვის ზურგში ლახვარის, დანის, ხანჯლის ჩარტყმა. როგორც ჩანს, აი ამ ვერსიას გავყვეთ. ბიზინა ივანიშვილი მიხვდა, ბიზინა ივანიშვილი ჩახვდა იმას, რომ ვერც ვერაფერი გააწყო ქართული საზოგადოების და ქართველი ხალხის და მოგიდგათ იმისა, რამდენი ვართ, 500-ნი, 700-ნი, 7000-ნი, 70000-ია ამ ჯარის რაოდენობა თუ 700.000 თუ რა ვიცი მეტი. ქართველი ხალხის ან მის წინააღმდეგ წასული ქართველი ხალხის ნაწილის წინააღმდეგ ვერც ვერაფერს გააწყო, ვერაფერი გააწყო. რა არ გააკეთა? მიიღო რუსული კანონი 1 2 14 15 17 20 22 რუსული კანონი. დაიწყო ადამიანების ჯერ დაშინება, კამპანიები აუგორა, ზიზღის კამპანიები ახლაც აგრძელებს. მისი მედიათ წოდებული ტერორისტული ორგანიზაციები აგრძელებენ ამას. აი ამოიჩემებენ ერთ ადამიანს, ერთ კონკრეტულ პირს და უგორებენ კამპანიას. მიასევენ, მიაქსევენ ხოლმე ტროლებს და რეალურ ადამიანებსაც ვიყოთ გულახდილები და აი ამოჩემებული ეს ადამიანი არის ბულინგის მსხვერპლი, ვერბალური ბულინგის მსხვერპლი არის ერთის მხრივ, შეიმინგის შეცვლის მსხვერპლია. ჰეითერები, ანუ მოძულეები, რომ ეზიზღებათ ადამიანები, ის ადამიანები ბევრი არიან და ამ ადამიანს შეიზიზღებენ ხოლმე კონკრეტულ ადამიანს, ამოიჩემებენ და მე იცით რა, ერთგვარად იქმნება ფონი, ან ვითარება, გარემოება, რომ ამ ადამიანს შეიძლება მართლა ბუნებრივად დახვდეს ერთი ადამიანი სადმე გადაეყაროს ქუჩაში და სდრუზოს თავში რამ ამასაც, ამ გზასაც მიმართა ბიზინა ივანიშვილმა, განა არა. მერე დაიწყო თუ გააგრძელა ასე კანონების მიღების შემდეგ მან კიდევ დამატებითი კანონები 1 2 7 რა ვიცი 10 კანონი მიიღო და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა არა მარტო პლაკატები აკრძალა, რომლებიც მისთვის გამაღიზიანებელებია და მისი კრიტიკის წინადადებებია, საკრიტიკო წინადადებებია დატანილი ამ პლაკატებზე. არამედ აი მაგალითად გაიჭირა ცოტა ხნით მართალია, მაგრამ მაინც ერთი ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც ეჭირა პლაკატი ხელში, ანწუხელიძე გმირია.
ესეც კი აღიზიანებდა ბიზნე ივანიშვილს. მე დააჯარიმა ადამიანები, მე დააპატიმრა ადამიანები, მე სრუმოწმეები მოაყვანინა საკუთარივე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხო? შინაგან საქმეთა სამინისტროზე გამახსენდა აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი პირები, თანამდებობის პირები უშუალოდ გადიან კონსულტაციებს ბიზნე ივანიშვილთან ან მის გარემოცვასთან, მაგალითად ბიზნე ივანიშვილის დაცვის წევრებთან. რა უნდა გააკეთონ, ვის უნდა შეეხონ, ვინ უნდა დასაჯონ. გარდა ამისა, უკანონო კრიმინალური ბანდები. მე დავარქმევდი ამას ЧВК-ები, ანუ частная военная компаниების შექმნა, შეიარაღებული რაღაცა ბრიგადები თუ შეიარაღებული სიკვდილის ან ძალადობის ბრიგადები, ამაზეც ვილაპარაკებთ ჩვენ, დასაკვირველია და მაინც ვერაფერს გახდა. დაიჭირა ადამიანები, ზოგი 2, ზოგი 5, ზოგი 15, ზოგი 25 დღით გამოკეტა საპატიმროში. მათ შორის მისივე მომხრეებსაც მიადგა განა არა, მაგრამ მისი მომხრეები, მაგალითად ღარიბაშვილი ან სხვა ნებისმიერი პირი, მის წინააღმდეგ წასულები არიან. ეს გააკეთა მათ შორის იმიტომაც ალბათ უფრო, იმიტომ რომ დაებალანსები და ეთქვა, რომ იცით, მე აგი არა მხოლოდ ოპონენტებს ვიჭერ ვაპატიმრებ, უმწარებს სიცოცხლეს. არამედ ჩემიანებსაც ვეხები, ნახეთ როგორი სამართლიანი ვარო. გასაკვირველია ეს ტყუილია, რა არის სამართლიანი ბიზნე ივანიშვილი არ არის. არ მოერიდა იმას, რომ გამოკეტა საპატიმროში 4 შვილის დედა, არ მოერიდა საპატიმროში, არ მოერიდა იმას, რომ საპატიმროში გამოკეტა 72 წლის კაცი, არ მოერიდა იმას, რომ საპატიმროში გამოკეტა სოფლიოში ცნობილი პირი ატაბურჭულაძეს. გულისხმობ არაფერს არ მოერიდა. მაგრამ დრო გადიოდა, ბიზნე ივანიშვილი ხდებოდა და ხდება ახლაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მარშებს თუ აქციებს ესწრება მართლაც პირობითად 788 კაცი, ქართული ხალხი არ ჩერდება. არ ჩერდება სოცქსელში, Facebook-ზე. და პროტესტის სხვადასხვა გზას მიმართავს და საჭიროების შემთხვევაში, როცა იქნება მაშინ, სექტემბერში, ოქტომბერში, მომავალი წლის მარტში, ამ მნიშვნელობა აქვს, როცა იქნება მაშინ, ქართველი ხალხი, მოდი ვიტყვი ასე, იხუვლებს. და აი ეს აშინებს, ეს პერსპექტივა აშინებს ბიზნე ივანიშვილს და სხვა რა უნდა ექნა გარდა იმისა, რომ უკვე ბოლო ან ბოლოს წინა თუ გნებავთ ასე ვიტყვი, მეთოდები გამოიყენები და მან უხმო, უშუალოდ არ შეხვედრია, აქვე გეტყვით, მაგრამ მან უხმო კუნთმაგარ ტიპებს. და კუნთმაგარ ტიპებს უთხრა, რომ რაღაცა სახელმწიფო არ შეუშინდა ქართული საზოგადოება, სასამართლოს მურუსიზისა, პროკურატურას იმ კაცის არაგვარიც არის კვარაკაძე თუ ვარცდები, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე აღარ ვიცი რა, ვინ არის მინისტრი, მოკლედ მთავრობას, არ შეუშინდა პარლამენტს. არ დაუჯერა პაპუაშვილს, კობახიძეს, მდინარაძეს, გენერალს, არაგენერალს, პოლკოვნიკს, არაპოლკოვნიკს, კარგს, უფრო კარგს ბიზნე ივანიშვილის ეული გაგებით უფრო მკაცს და იმაზე უფრო მკაცს. მოდი ახლა თქვენ შემეხიდეთ. და აი ამ კუნთმაგარ MMA-ის მებრძოლია ის ქართველი შვილი. და კიდევ სხვებს დაავალა, რომ იქნება და აღავაკეთოთ ასე, რომ ქუჩაში აღვასრულოთ სამართალი, ოღონდ რამ საფუძველი უნდა გქონდეს, რომ ვიცოდეთ მაინც. ანუ საფუძველი ფორმალისტური ბიზნე ივანიშვილის ეული გაგებით ფორმალისტური თვალსაზრისით. მაგალითად, თქვენ უნდა გამოხვიდეთ და თქვათ, რომ წინაპრების შეურაცხყოფისათვის ყველაფერზე წახვალთ. მათ შორის ციხეშიც წახვალთ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავები დაგიჭერენ. და სამართალდამცავები თუ დაგიჭერენ, მე უზრუნველყოფ, რომ პირობითად 3 თვის შემდეგ, 5 თვის შემდეგ, ან საერთოდ პირველივე დღეებში თქვენ გირაოს სანაცვლოდ იყოთ განთავისუფლებული. ასე რომ 5-6 თვე ჩაჯექით უკიდურეს შემთხვევაში, მაგრამ აქამდე არც მივა საქმე. თქვენ უბრალოდ სამაგალითოდ 5 ჯერ, 7 ჯერ, 15 ჯერ, 50 ჯერ დასაჯეთ ადამიანები, რომ იქნება 51-ად, ან 157-ად, აღარ მოუნდეს აღარავის წინაპრების შეურაცხყოფა. წინაპრები რეალურად თუ ვინმე აყენებს შეურაცხყოფას წინაპრებს, სწორედაც რომ ბიზნე ივანიშვილი და ბიზნე ივანიშვილის გუნდია თუთლად გულახდილები. ვიქნებით ოღონდ იმ ქართველი შვილს ეს ყველაფერი დასაკვირველი არ ეცოდინება და არ გაახსენდება თუ მაინც და მაინც იცოდაოდეს. რელიგიის შეურაცხყოფა, თუ ვინმე აყენებს რელიგიას შეურაცხყოფას, არის სწორედაც რომ ოღონდ ეს არ ჩანს, სწორედაც რომ ბიზნე ივანიშვილი და მისი გუნდი, ოღონდ ეს არ ჩანს. ეხლა შენი დედავატირეო, ვინმე წმინდანზე ესენი არ ამბობენ რა საკვირველია, მაგრამ თავისი ცხოვრების წესითა და თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებით სწორედაც რომ ყველაზე ანტიქრისტიანულ
ანტირელიგიურ საქმეებსაც ჩადიან, აბიჯებსა დგამენ. კიდევ რა არის მათი ინტერესი, ბოდიში ვიხდი, ჩავხედა მათი ინტერესი, გაცხადებული ინტერესი, უფრო ზუსტი რომ იყო ბიზინა ივანიშვილის გაცხადებული ინტერესი. უყურეთ, რას ამბობს ეს ქართველი შვილი. წინაპრების სოფლები ამოანგრია ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებამ, რომელშიც წინაპრები ჩასვენებული, დასვენებული, დაკრძალული წინაპრების საფლავები იყო. ვინ მიაყენა ქართველი შულს რო გკითხოთ, მაინც და მაინც თუ ეს აუცილებლობა არსებობს, ვინ მიაყენა შეურაცხყოფა წინაპრებს? ან რა იგულისხმება წინაპრების შეურაცხყოფაში? მაგალითად, დავსვათ ასეთი კითხვა. რობიკო სტურუა, როდესაც დგამს სპექტაკლს ვეფხის ტყაოსანი, არა ვეფხვის ქართველი შულს მიმართოთ, არამედ ვეფხის ტყაოსანი, ქართველი შულს არა, მე მგონი სხვას უნდა მიმართოთ, ადრესატი სხვა არის პარლამენტის წევრი, მაგრამ არა აქვს ამას პრინციპული მნიშვნელობა, არა მგონია რომ ქართველი შულმა იცოდა დავით, ქართველი შულმა იცოდეს, დავით იქვია თუ არ ვწდები, რომ ვეფხის ტყაოსანია და არა ვეფხვის ტყაოსანი. არა აქვს მნიშვნელობა, კვლავ ვიმეორებ ამას. რობიკო სტურუას ნათქვამი აქვს, რომ ვეფხის ტყაოსანი იდიოტიზმია. მიაყენა თუ არა შეურაცხყოფა მან შოთა რუსთაველს და ვეფხის ტყაოსანს. და აპირებთ თუ არა ამ 90 მიტანებული კაცის ცემას იმის გამო, ან რა ვიცი, დასჯას იმის გამო, ან გაკრიტიკებას არა, გალანძღვას, ან მისთვის კუთვნილი ადგილის მითითებას. რობიკო სტურუა და რობიკო სტურუასაგან მოსულა. მე თუ ვიტყვი რომ ვეფხის ტყაოსანი არ ვიტყვი, მაგრამ მე თუ ვიტყვი რომ ვეფხის ტყაოსანი იდიოტიზმია, მე დავისაჯო, იმიტომ რომ რობიკო სტურუას მსგავსი არა ვარ, არ ვეტენები ხელისუფლებას, ბოდიში ბატონ რობერტთან, მაგრამ სიმართლე. წინაპრების რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე. ბოდიში ვიდრე ისტორიაზე ვისაუბრებ, ასაკვირველია წერლობის მოთვინიერება, ასე მაგალითად, ქართველი შულს კი არა, ქართული ოცნების არც ერთ წარმომადგენელს არა აქვს წაკითხული აკაკი ბაქრაძის წერლობის მოთვინიერება. რომ წაიკითხონ, ნახავენ, რამდენად საშინლად იქცეოდნენ ცალკეული მწერლები გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე, ანუ მთელი საბჭოთა მწერლობა, როგორ იქცეოდა, რასაც ჩადიოდა. არავინ აყენებს მათ შეურაცხყოფას, მაგრამ თუ ჩვენ ვიტყვით, რომ აი ეს კონკრეტული მწერალი მიზეზთა გამო, ობიექტურ მიზეზთა გამო შეკრული იყო საბჭოთა ხელისუფლებასთან 30-იანებში, 40-იანებში, 50-იანებში, 70-იანებშიც კი და მოათვინიერეს მწერლები, ეს ვინმე ქართველი შვილის მიერ და უფრო ზუსტი რომ იყო ბიზინა ივანიშვილის მიერ მწერლების წინაპარი მწერლების შეურაცხყოფად იქნება მიჩნეული. ქართველი შულთან მიმართებაში სხვა კითხვებიც არსებობს, მაგრამ ერთ წამს ისევ ბიზინა ივანიშვილს დაუბრუნდები. ბიზინა ივანიშვილმა დაინახა რა, რომ სხვა გზა არ აქვს გარდა საქართველოს ჩეჩნეთისა კადიროვიზაციისა. აი ამ მეთოდს თუ ამ გზას მიმართა ეს ნაბიჯი გადადგა, კვლავ მიმეორებ, უშუალოდ ქართველი შულს არ შეხვედრია, შეახვედრა ცალკეული მისი ისპირები, რომლებმაც ქართველი შულს მისცეს დავალება ყველას დასჯის თაობაზე. ამ ქართველი შულს ვეკითხეთ. შეურაცხყოფა, ასე მაგალითად, შეურაცხყოფენ თუ არა რუსეთის მოქალაქეები, სწორედაც რომ სიწმინდეებს, აი გავრცელებულია კადრები ინტერნეტ სივრცეში, ერთ-ერთ არა ტაძარს, არამედ რაღაც ციხესიმაგრეს თუ არ ვწდები კახეთის რეგიონში, კი ციხესიმაგრის ალაყაფს როგორ ფეხით როგორ ლეწავს რუსეთიდან ჩამოსული, დამკვიდრებული როგორც ჩანს რუსეთის მოქალაქე. მათ მიმართაც მყისიერი რეაქცია გექნებათ მათი ქმედებების მიმართ. აი არ მახსოვს რომელ ტბაზე, მაგრამ იქ სადაც აკრძალულია და ესეც ჭყალებში სიწმინდეთ შეიძლება ჩაითვალოს, ყოველ შემთხვევაში კანონის დარღვევა ნამდვილად არის. ისინი რაღაც გაშიშვდებიან რუსეთის მოქალაქეები და ხტებიან იმ წყალში, სადაც ესე ჭუმპალაობა დაუშვებელია. ესეც ჩაითვლება და მათ მიმართაც მყისიერი რეაქცია გექნებათ. წინაპრებში მეორე კითხვა მაქვს, ბიზინას ვკითხავ, რა ვიცი, იმას კობახიძეს თუ ნინო წილოსანს. წინაპრებში ითვლება თუ არა ასე მაგალითად სტალინი. მე თუ ვიტყვი რომ სტალინი იყო სატანა, მე დავისჯები? არა და რა სათქმელია რომ სტალინი იყო სატანა, მიწყენენ გორელები, ჩვენისთვის სატანა, ჩვენი ამომგდები ორჯორიკიძესთან და კიდევ სხვებთან ერთად. საერთოდ რას ნიშნავს ეს ისტორიის შეურაცხყოფა როგორც ასეთი? ქალი, აი მე კიდევ ერთი კითხვა. ქალი მანდილოსანი თუ შეურაცხყოფს ვინმეს ვერბალურად, ქართველი შვილისეული გაგებით შეურაცხყოფას გულისხმობ. ის ისჯება? ანუ ხელი უნდა აღმართოს. მწერლები
მეტწილად და არა მხოლოდ წელების შემოქმედებითი და ზოგადად ინტელიგენციის წარმომადგენლები შეკრულები იყვნენ და ყველა ფრჩხილი, ყველა კი არა, ფრჩხილების 1%-იც კი არ არის გახსნილი. საკამათო თემა უნდა გაიხსნას თუ არა, სამსჯელო თემაა, იმიტომ რომ ისეთი ტკივილიანი ისტორიები გაცოცხლდება ცნობილ ადამიანებზე ხაზგასმით ვამბობ და არა აი ბაბუაჩემის ბაბუაზე თუ ბაბუაჩემის მამაზე ან რომელიმე ჩვენგანის რაღაც უშუალო წინაპარზე ისინი საბოლოო ჯამში საინტერესო კი არის მათი ისტორიები, მაგრამ აქ ამაზე არ არის ლაპარაკი, უფრო ცნობილ ადამიანებზე და ცნობილი ოჯახები იყვნენ ჩამშვებები ჩვენს ქვეყანაში თუ თლად გულახდილები ვიქნებით. ბიზინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი დაავალა ირიბად ამ გვარია ქართველი შვილს და რაც ძალიან საყურადღებოა, ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა კომპონენტებიც დაურთო, სხვა კომპონენტებითაც გაამაგრა ამგვარი მოძრაობის დაფუძნების აუცილებლობა. ასე მაგალითად, ვინმე ზაალა ანჯაფარიძე, მე კი ვიცნობდი. სხვაებიც იცნობთ. ხო, ამბობს ამგვარ რაღაცას. არ იქნებოდა ქართველი შვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განცხადებას განაცხადს გააკეთებდა. რადგან იქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი. ზაალა ანჯაფარიძე რასაკვირველია, ღუა ჭიაღუა. გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემი მოსაზრებით. ბოდიში, რუსთავი ორსში უნდა შევიდე. გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რომ გაცილებით სერიოზული პირები აკეთებენ ამგვარ განცხადებებს. აი მაგალითად, საკადრო ტექსტი არის ამგვარი. ეროვნული უკაცრავად თენგიზ შარმანაშვილი ამბობს, ეროვნული სიწმინდეების დაცვაში არაკონსტიტუციური არაფერია. კონსტიტუციონალისტ შარმანაშვილს შევახსენებ. მაგრამ როდესაც მოქალაქე იცავს სახელმწიფოს ფუნქციას, სამართალდამცავის ფუნქციას, იღებს რაღაც სახალხო პატრული, შეიარაღებული თუ არა შეიარაღებული ჯგუფი, მოძალადეთა ან ნამდვილად მოძალადეთა ან უფრო მოძალადეთა ჯგუფი და ქუჩაში აღასრულებს სამართალს, ეს არის უკანონო. მაგრამ ამას უკანონო გზებით თუ ააპირებენ, სახელმწიფოს უკეთესად ძიმე რეაგირება ექნება სამართლიანობისთვის, ამასაც ამბობს შარმანაშვილი, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მისი კოლეგები მხარს უმაგრებენ ქართველი შვილს და სხვებს. შარმანაშვილი კიდევ მიხვდა, რომ ქართველი შვილის ქმედება არ იქნება ქართველი შვილის და სხვების ქმედება არ იქნება სწორი. და იმას კი აღარ გვიმხელს შარმანაშვილი, რომ გამოჩნდებიან ამ ქალაქში, ამ ქვეყანაში პირები, რომლებიც თუნდაც დაპატიმრებულ რომელიღაც ეტაპზე დაპატიმრებულ ქართველი შვილს შეეხიდებიან და 6 თვეში თუ 8 თვეში გირაოს სახით თუ უდოს სახით გამოიყვანეთ საპატიმროდან. ეს შარმანაშვილმა იცის, მაგრამ მალავს. ასე ვიტყვი. გაცილებით უარესი განცხადება გააკეთა, განცხადება თუ ქვია ამას. მოდიში ნახავ. შეურაცხყოფელი უყურეთ. რას ამბობს ნათია ლაზაშვილი. გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა ეს უფლება არ. სადგადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის, ან როდესაც აქტივისტი საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს, ან ჩვენ ხო ამაზე არ ვლაპარაკობთ, სადგადის ზღვარი შეურაცხყოფა. ეს თავის სოფლიოში საკამათო თემაა, ხო? ჩვენ აქ ვლაპარაკობთ, ვინმე ქართველი შვილს აქვს თუ არა ამის განსაზღვრის უფლება, რომ აი ეს არის გამოხატვის თავისუფლება, მათი რომელიმე მომხრის აზრი რამის საკითხთან დაკავშირებით და ეს კი არის შეურაცხყოფა, მაგალითად სანაიას. თუ სანაია რა სიტყვებსაც, მაგალითად სანაია ვახო, ხო, რა სიტყვებითაც ამკობს შალვა პაპუაშვილს, იგივე სიტყვებს თუ დაწერს, მსგავს სიტყვებს თუ დაწერს ქართული ოცნების რომელიმე მომხრე ნებისმიერზე, ოპოზიციის წარმომადგენელზე, ეს გამოხატვის თავისუფლებაში ჩაჯდება? და აი სანაიას დაწერილი პაპუაშვილზე ეს უკვე შეურაცხყოფაა? თუ შეურაცხყოფაა, მოდით ეხლა სხვანაირადაც მოვატრიალოთ საკითხი. სანაია დაიჭირეს 14 დღით. რომ არ დაეჭირათ, ქართველი შვილს უნდა აღესრულებინა პაპუაშვილის ნაცვლად სამართალი? თუ შელახულია პაპუაშვილი, მაშინ პაპუაშვილი გამოვიდეს ასპარეზზე და პაპუაშვილმა სცემოს სანაია და ნუ აცემინებს მაინც და მაინც ქართველი შვილს. ისე სანაიას ქმედება არის პროტესტის ფორმა, რომ ვიცოდეთ და პროტესტის შინაარსისთვისაც კი არ ისჯებიან ადამიანები წესით. მათ შორის არც ევროპაში ტყუილი ამბავია, რომ ევროპაში ისჯებიან
შინაარსის გულისთვის და მით უფრო არიჯებიან ფორმისათვის. ნათია ლაზაშვილის საკადრო ტექსტი, რომელიც მისი დაწერილი არ არის, კიდე უფრო უარესი შემხვდა ცოტა ხნის წინ და ამასაც მივაქცევ ყურადღებას. გოდიში? აქ იქნება სადმე. ვის ინტერესია უყურეთ, აი მე მგონი ეს არის. გოდიში? ობის დასაცავად არა, საქართველოში ეს არის, ახალი ეს არის. მოძრაობა გოდიში? ქართველიშვილი ქართული იდენტობის დასაცავად ანუ ქართველიშვილი თუ ქართველი იდენტობის დასაცავად არის და ესე კარგად თითქოს ჩასვა სიტყვაში, ხო? ქართველიშვილი ქართული იდენტობის ძირი გვარისა ქართველს უკავშირდება. მაშინ ივანიშვილზე რა ითქმის? ივანიშვილი ივან გროზნის ინტერესების დასაცავად არის? მაშინ ასეც მოატრიალოს ლაზაშვილმა ნათია. გოდიში? საქართველოში ახალი მოძრაობა დაფუძნდა. უკომპრომისო ბრძოლა საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ მათი მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვა და თითქოს იმათზეა საუბარი, საინიციატივო ჯგუფი აცხადებს, რომ მათი მიზანი ეროვნული იდენტობის დაცვა. რასაკვირველია ეს ნათიას დაწერილი არ არის ლაზაშვილის. რასაკვირველია სუსიდან თუ პარტიიდან გადმოუგზავნეს, ან რედაქტორებმა, რომლებიც რუს სავიორში მუშაობენ და სუსის თანამშრომლები არიან, იმათმა დაუწერეს ნათია ლაზაშვილს. დიქტორ ნათია ლაზაშვილს. და რა არის ის თქმაც მინდოდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი მოსაზრებით. ეს ყველაფერი არის საერთოდ გასაშუქებელი არ არის. ასე გასაშუქებელიც კი არ არის თითქოს ფაქტის კონსტატაცია. ესე ხდება ფაქტი ყოველდღიურად. გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტები ხდება თუ გულახდილები ვიქნებით ჩვენ საზოგადოებაში, რომლებიც ნათია ლაზაშვილის ყურადღების მიღმა რჩება და კაკულიესი რაც ქვია, კაკულიეს დავითი, ხო? და რუსთავიორისა ზოგადად იმედისა პროპაგანდისტული და გავბედავდა ვიტყვი. კიდევ ერთხელ თქვენი ეს ორგანიზაციები არის ტერორისტული ორგანიზაციები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომლებიც აი ესე ამოიჩემებენ ადამიანს და კამპანიას უგორებენ და ძალადობრივ ჯგუფებს უქსევენ უბიძგებენ ძალადობრივ ჯგუფებს, რომ იზალადონ ამ ადამიანებზე. განვაგრძოთ. შეურაცხყოფაზე რეაგირება. მათივე თქმით, ეს არის პასუხი კოორდინირებულ ახალ კამპანიაზე, რომელიც ბოლო დღეებში სხვადასხვა მიმართულებით აგორდა. თუ საჭირო გახდა, მზად არიან სამართლებრივად აგონ პასუხი. ამაზე გიპასუხათ თუ უპასუხა შარბანაშვილმა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება და სახელმწიფო აღკვეცოს. ესეც ბიზნე ივანიშვილის პოლიტიკა, აი ცოტნე ივანიშვილი კეთილია, თენგიზ შარბანაშვილი კეთილია, მაგრამ ვინმე სხვა კი ბოროტია, ასე ვიტყვი. და ვინმე სხვა კი ვინმე ბერა ივანიშვილი ბჭყალებში ბოროტია, ხო? ანუ ბიზნე ივანიშვილს აქვს რაღაც ეს თაფლაკვერისა და მათრახის პოლიტიკა და საჭიროების შემთხვევაში გაემიჯნება თაფლაკვერის პოლიტიკის ავტორებს შარბანაშვილს, ცოტნეს, სხვებს და სხვებს, ვინც შედარებით ნორმალურ განცხადებას აკეთებს, თუ ოჯახის წევრებიდან, თუ საქართველოს პარლამენტის წევრთაგან, ან პირიქით გაემიჯნება რაღაც მათ და სხვებს და უჭერს მხარს შარბანაშვილს, ცოტნეს და ასე შემდეგ. ვერ გაიგებ მას რაოდათ, თუმცა ჩვენ შესანიშნავად ხვდებით, რომ ბიზნე ივანიშვილის ეს პოლიტიკაც აბსოლუტურად შეგნებული პოლიტიკა. აქ გაცილებით რთული და უფრო რთული პოლიტიკა განცხადება გააკეთა ჩემი აზრით, თუ მივაგენი ამას. ქვია ნინო წილოსანმა, მე მგონი, თუ მივაგენი ოღონდ არ ვიცი. ნინო წილოსანს უთქვამს და ვერ ვაგნებ, აპატიეთ. და მომეწერა. ხო, ნუ ვერ მივაგე. ნინო წილოსანს უთქვამს, რომ ღირსებას თუ შეურაცხყოფენო, შინაარსი ამგვარია, ჩვენს ღირსებას თუ შეურაცხყოფენო, ბუნებრივია რომ ამგვარ რეაქციას მიიღებდეთ. ხო, ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელიც ძალიან აწუხებს ქართულ ოცნებას, როგორც ჩანს. შენ ესეთო და შენ ისეთო, ხო, შენ რუსეთის აგენტო ამასაც. არა თუ პირდაპირ მნიშვნელობით შეურაცხყოფელ სიტყვით მიმართ, შეურაცხყოფელი სიტყვით მიმართ, არამედ რუსეთის აგენტსაც უწოდებ, ასე მაგალითად ნინო წილოსანს ისე არ უნდა რუსეთის აგენტობა ამ რუსეთის აგენტს, რომ ინტერესების გამტარებელს, რომ აი ყველაფერზე წავა, საპატიმროშიც კი ამოგკეტავს, ოღონდ კი ხმა გაგაკმენდინოს. ამ ყველაფერში სინათლე როგორ ქვია, ამ სინათლე როგორ შეიძლება ამას ყველაფერს ეწოდოს, მაგრამ გამოჩნდა ერთი ქალბატონი, ნინო ნადირაძე. რომელიც, ანუ ეს ვივამედის ხელმძღვანელი. ამბობენ, რომ კარგი ექიმია, ნორმალური ექიმია სხვადასხვა, მაგრამ პროპაგანდისტი როა ფაქტია, მაგრამ აი ამ პროპაგანდისტებს შორისაც კი გამოჩნდებიან შედარებით ნორმალური პროპაგანდისტები, ან შედარებით ადეკვატურები განსაკუთრებულ შემთხვევებში.
მართალია ქალბატონი ნინო რაღაც გარკვეულ შეცდომას უშვებს, ამაზეც გავამახვილოთ, თუ ან არ გავამახვილოთ ყველაზე ბარვიძე. ანუ მე რომ გრიგოლ ორბელიანი არ მომწონს და გოგჩა რომ სულ კატასტროფად მიმაჩნია დავისჯები, მოკლე სტატუსია. ქალბატონ ნინოს წინადება აწყობილია ისე რომ გვეგონება რომ ქალბატონ ნინოს გოგჩა ჰგონია გრიგოლ ორბელიანის ნაწარმოები. არა, მე უკვე რამდენადაც ვიცი გამოვასწორა კიდეც და თქვა რომ რასაკვირველია ვიცი რომ ალექსანდრე ჭავჭავაძისაა გოგჩაო მე თუ მკითხავთ გოგჩა არის საშინელი ნაწარმოები თუმცა გამოჩნდნენ ჩვენი მებაბლის წევრები რომლებმაც გესქვეს რომ გოგჩა ძალიან მაგარი ნაწარმოებია ამის არ მგონია რომ არც ერთი ნაწარმოები ალექსანდრე ჭავჭავაძისა და არც ერთი ნაწარმოები გრიგოლ ორბელიანისა არ ვარგა ამოსაღებია პირდაპირ მნიშვნელობით სასკოლო სახელმძღვანელოებიდან და არავის არ სჭირდება ეს ოქროს ჯაჭვის ჯობს თავისუფლებას ავტორები სასკოლო სახელმძღვანელოებში, მაგრამ ეს წლების შემდეგ და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. მოკლედ, ქალბატონ ნინო სწორად აღნიშნავს და დავისჯებიო, კითხულობს ქალბატონი ნინო. და ეს ერთ-ერთი აი თუნდაც ხმადაბალი პროტესტია, მაგრამ სწორი პროტესტია ქალბატონ ნინოსი ამ შემთხვევაში. თუ მეტად ახმამაღლდებიან ქალბატონ ნადირაძე და სხვები ქართულ ოცნებასთან დღესასწაულები, მხოლოდ მივესალმებ. თუმცა შეიძლება ვიფიქრო ისიც, რომ ესეც ბიზინა ივანიშვილის სტრატეგიაა, რომ ერთის მხრივ რაღაც აგრესიული ჯგუფები, ნინო წილოსანები და მეორეს მხრივ ამგვარი ტიპები. ხო და ნინო წილოსანს უთქვამს მეთქი, მე მგონი არ დავამთავრე, რომ შეურაცხყოფა არ მოგვაყენოთო და იცით რა არის, ესე ნინო წილოსანმა ან სხვა ნებისმიერმა ნებისმიერი კრიტიკა შეიძლება შეურაცხყოფად მიიღოს და შესაბამისად ეს ქართველი შვილი თუ სხვები მოგვიქციოს მან და რავის კიდევ რაღაც სხვებმა რომლების პარტიაში თუ ხელისუფლებაში არის. დავამთავრებ ამ ვიდეო ბლოგს პრინციპში კითხვას აღარ დამრჩა, მაგრამ ერთი საინტერესო ამბი. არის ესეთი კაცი ზაზა გულიაშვილი, ქარელის მერი ყოფილა. რომელსაც შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები აკოპირებენ სტატუსი დაუწერია და სტატუსი კი ასეთია: არ არსებობს საქართველოს, სადაც ბიზინა ივანიშვილი და ქართული ოცნება არ იქნება. ეს ყველამ უნდა გაითავისოს. ამ კაცმა ყველაფერი გაიღო, ყველაფერი დათმო, მისი ოჯახის უსაფრთხოება დადო სასწორზე და მე ეს გულიაშვილი ბიზინა ივანიშვილთან ფოტოსაც აღადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს და მე უკვე მთელი ქარელი თუ მთელი ზოგადად ეს რაღაცა შიდა ქართლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები და მათ შორის სახელმწიფო უწყებებისა და მათ შორის სახელმწიფო სიპებისა, ხო იქ რაღაც ცხოველთა დაცვის თუ უფლებების დაცვის რაღაც სააგენტო შიდა ქართლისა. მისი თანამშრომლებიც კი აკოპირებენ ამ სტატუსს. არ არსებობს საქართველოს, სადაც ბიზინა ივანიშვილი და ქართული ოცნება კი მიაწერა, მაგრამ ქართული ოცნება ამ კაც ფეხებზე კიდია. ბიზინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს, აქაც ოღონდ ირიბს კვლავ ვიმეორე. ბიზინა ივანიშვილი კვალს არ ტოვებს. არც ქართველი შვილს და არც გულიაშვილს და არც სხვას, უფრო ცვილფეხა ადამიანს. ან ცვილფეხა ადამიანს, ხო? ასაკვირველი არ უტოვებს შესაძლებლობას, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი ახმამაღლდნენ და ალაპარაკდნენ და სამართალდამცავ სტრუქტურებს ჩააბარონ ანგარიშები თუ მისცენ ჩვენებები ბიზინა ივანიშვილის წინააღმდეგ. რეალურად საქართველოს რასაკვირველია ბიზინა ივანიშვილის გარეშე უფრო არსებობდა. ბიზინა ივანიშვილმა დაანგრია საქართველოს იდეა როგორც ასეთი, საქართველოს როგორც ასეთი, ქვეყანა როგორც ასეთი და პრაქტიკულად მომთავრებული ჰქონდა საქმე, რა აქვს საქმე, ასე ვიტყვით უგნებავთ, მაგრამ მეორე მხრივ ასე არ არის, იმიტომ რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგობა მას დახვდა წინ. და აკი ამიტომაც არის გადაფსიხებული და აკი ამიტომაც ამ კუნთმაგარ ტიპებს უხმობს და სთხოვს რომ ისინი შეეხიდონ და ბიზინა ივანიშვილი იყოს, ბიზინა ივანიშვილის სახელი მათ შორის იყოს დაცული. ანუ ყველა თავდახრილი იყოს მსგავსად პაპუაშვილისა. ყველა ლაპარაკობდეს ისე როგორც ლაპარაკობს კობახიძე. ყველა იყოს ისეთი მორჩილი როგორიც არის დინარაძე, როგორიც სხვები და სხვები, მაგრამ ბიზინა ამას აკეთებს იმიტომ რომ ერთი მიხვდა რომ ვერაფერს გახდა ქართულ ხალხთან. და მეორე კიდევ იმას აკეთებს იმიტომ რომ საკუთარი უსაფრთხოებას წადია უნდა. და მესამე კიდევ აკეთებს იმიტომ რომ სასოწარკვეთილია და ხვდება რომ საერთაშორისო კონტექსტშიც ბიზინა ივანიშვილი დამარცხდა, უბრალოდ მისი პატრონები მარცხდებიან. და რაღა იმარცხდებიან მისი პატრონები, შესაბამისად მისი დღეების ალბათ არასწორია, მაგრამ თვეები ან რამდენიმე წელიწადი სულ მაქსიმუმ დათვლილია. და აი, როცა დათვლილია, რაღაცი დათვლილია, მას უნდა რომ გადარჩეს, ფიზიკურად გადარჩეს ეს ერთი
და მისი სახელიც გადარჩეს. ანუ ვინმე მომავალში თქვას, რომ ბიზინა შენ მაგარი კაცი იყავი და სულ უფრო მცირდება ამის შანსი. რომ ვინმე ოდესმე იტყვის, რომ ბიზინა იყო მაგარი კაცი. რეალურად ბიზინა მაგარი კაცი კი არა, ქვეყნის დამანგრეველი იყო და მისი ყველა ნაბიჯი არის ქვეყნის დანგრევისა, აი კარგი რომ მოგეწონებათ რაღაცა სანერგე მეურნეობა გააკეთე. ესეც კი რო ვიცოდეთ. ხო, აი რა ასეთში ხო საბოლოო ჯამში სანერგე მეურნეობა გააკეთა სადღაც. ხო, ესეც კი თუ ეს გლობალურად შევხედავთ და სხვა საკითხებს მივაბავთ და კონტექსტში ჩავსვათ, ესეც კი კატასტროფული და დამანგრეველი ნაბიჯია. ნახვამდის.